ზელენსკის ულტიმატუმი ლუკაშენკოს მოსკოვი დაცული აღარ არის, ზედპატრიოტები წუწუნებენ, კონსტანტინოვკა კი სულ უფრო უახლოვდება ოკუპაციის საფრთხეს. გამარჯობა, მე რატივარ მუჯირი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში, ხართ ჩემს არხზე. დღეს არის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1569 დღე გავიდა დღევანდელ დღეს და ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში. მანამდე ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიუროთ კომენტარებში. მართალია სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზის გამო აქტიურად ვეღარ ვაწარმოებ ბლოგს, თუმცა მაინც ვცდილობ, რომ მინიმუმ კვირაში ერთი მიმოხილვა შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ რა ხდება რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო, უშუალოდ უკრაინის ფრონტზე, ასევე დღეს ცხადია ვერაუვლით გვერდს მოსკოვზე თავდასხმას, თუმცა აი იმ საერთო აჟიოტაჟს, რომელიც იყო შექმნილი, მაგ ხას არ გავყვები, უფრო სამხედრო კუთხით ვეცდები მიმოხილვა გავაკეთო, რა გამოიყენეს უკრაინელებმა, როგორ იმუშავა რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა და ასევე ცხადია მიმოვიხილავ ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, მათ შორის რუკებზე. ბოლო პერიოდში ამას ხშირად აღარ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ნელი არის ტემპი აი ამ რუსული შეტევის, პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება, თუმცა ბოლო პერიოდში, ბოლო 10 დღეში დაახლოებით გარკვეული ცვლილებები არის, განსაკუთრებით კონსტანტინოვკას მიმართულებაზე, შესაბამისად უფრო დეტალურად შევეცდები ახსნა თუ რა ხდება ფრონტზე და ტრადიციულად სამ რუკაზე შემოგთავაზებთ სიტუაციას. გარდა ამისა, როგორც დაგპირდით, რუსი ზედპატრიოტების წუწუნის შესახებ ვიდეოებს დღევანდელ ეპიზოდში ესეც იქნება, როგორც ასე ვთქვათ, გრაფიკული ვერსია, ასევე უშუალოდ გახმოვანებული სინქრონები, ინტერვიუები მათი, თუ რაზე აკეთებენ აქცენტს და რაზე ამახვილებენ ყურადღებას, რა პრობლემებს ხედავენ ისინი, თუმცა მანამდე უნდა დავიწყოთ ბოლო, ყველაზე მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ცხელი განცხადებით, რომელიც ზელენსკიმ გააკეთა ლუკაშენკოს მიმართულებით და ეს ეხება რეტრანსლატორებს, რომელიც ბელარუსის მხარეს უკრაინასთან საზღვართან დგას და ისინი აკეთებენ კორექტირებას, ასე ვთქვათ, რუსული უპილოტო თვითმფრინავების, უპილოტო დრონების და თავდასხმის ობიექტების, ასე ვთქვათ, სამიზნეების, რაც მერე უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ურთულებს ცხოვრებას. თქვენ ახლა რუკაზე ხედავთ, თუ სად არის განლაგებული ეს რეტრანსლატორები და ვიცით, რომ ზელენსკიმ ერთკვირიანი ვადა მიცა ლუკაშენკოს, რომ ან თქვენ თვითონ გამორთავთ ამ რეტრანსლატორებს, ან ჩვენ მივხედავთ მას. ეს იყო ზელენსკის განცხადების მოკლე შინაარსი, ასე რომ ვთქვათ. პირველ რიგში მოდით რეტრანსლატორებზე ვილაპარაკოთ, ვინც არ იცის, ანაკლებად არის გარკვეული ამ საქმეში, მათთვის ახსნერ, როდესაც რუსეთის მხრიდან ხდება დრონების გაშვება უკრაინის მიმართულებით და თქვათ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სამიზნეში ამოიღებენ ამა თუ იმ დრონს, შემდეგ უკვე ამ რეტრანსლატორების საშუალებით ხდება მიმართულების ტრაექტორიის შეცვლა და შესაბამისად ცხოვრება ურთულდება უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და ვერ ხდება ყველა სამიზნის ჩამოგდება. სწორედ ამიტომ, ასე ვთქვათ, ზელენსკიმ მოითხოვს ლუკაშენკოსგან აი ამ რეტრანსლატორების გამორთვას. რა თქმა უნდა, მე პირადად არ ველოდები, რომ ლუკაშენკო ამას გამორთავს და მაშინ რა გზა რჩება უკრაინას. მე რამდენიმე ძალიან არაადეკვატური შეფასებაც წავიკითხე, იმასთან დაკავშირებით თითქოს უკრაინა გარკვეულ სამხედრო სახმელეთო ოპერაციას დაიწყეს მათ წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ეს ასე არ მოხდება და პირველ რიგში არ მოხდება, იმიტომ რომ უკრაინას ამ ეტაპზე სერიოზული დეფიციტი აქვს ცოცხალი ძალის, ეს ვიცით და შესაბამისად არ გონია, რომ უკრაინელი სამხედროები გამოთავისუფლდნენ იმისთვის, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე ხმელეთზე შევიდნენ, მარტივად შეიძლება მათი, ასე ვთქვათ, დრონებით განადგურება, ან დივერსიული აქტები, შემთხვევით ხანძარი გაჩნდეს იმ რეტრანსლატორებზე, მოკლედ წყობიდან გამოვიდეს. ფიზიკურად, დისტანციურად მათი გამორთვის საშუალება უკრაინას არ აქვს. ხო, მათი გამორთვა, ისე რომ არანაირი აალება და აფეთქება არ მოხდეს, მხოლოდ ბელარუსს შეუძლია. არ გონია, რომ ლუკაშენკო ამაზე წავიდეს, ხადია, შესაბამისად უკრაინას რჩება დივერსიული აქტები ან დარტყმები, საჰაერო დარტყმები, აი ამ რეტრანსლატორების წინააღმდეგ. ნახოთ რა გზით წავა უკრაინა, ნახოთ რა იძაბება თუ არა სიტუაცია ამ მიმართულებითაც, ფრონტის ამ მიმართულებითაც და საინტერესო იქნება დავაკვირდეთ, ასე ვთქვათ, მოვლენებს ლუკაშენკო ზელენსკის აი ამ გადაძახილის შემდეგ როგორ გამვითარდება მოვლენები. ახლა კიდევ შეეხება უშუალოდ მოსკოვზე, აი
ამ მასშტაბურ თავდასხმას საკმაოდ საინტერესო არის განსახილველად თუ რა მოხდა. პირველ რიგში გეტყვით, რომ უკრაინელებმა გამოიყენეს როგორც რამდენიმე სხვადასხვა მოდიფიკაციის უპილოტო საფრენი აპარატი, დრონი, ასევე იყო ფრთოსანი რაკეტებიც, მათი უმრავლესობა თქო უკრაინული წარმოებისაა, ასე შეიძლება ითქვას და მოხდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იმის შესახებ, რომ კონკრეტული სამიზნეები დაზიანდა და თან ფაქტია, რომ მოსკოვი, ასე ვთქვათ, აღარ არის ისე დაცული, როგორც ამას წარმოაჩენდნენ, ხო? აქ საქმე იმაში არის, რომ ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვს აქვს ეგრეთ წოდებული სამშრიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და რუსები ძალიან ამაყობდნენ იმით, რომ აი მოსკოვი ხელშეუხებელია, მოსკოველებს არაფერი არ ემუქრება, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ ძალიანაც ემუქრებათ, შეძლეს უკრაინელებმა აი ამ სამშრიანი თავდაცვის გარღვევა და სამიზნეების წარმატებულად ჩამოგდება, თუმცა მოდით ახლა რამდენიმე კონკრეტულ ასე ვთქვათ, რამდენიმე კონკრეტული ვიდეო განვიხილოთ. პირველი, ის ყველაზე ცნობილი ვიდეო, რომელიც აი კრიშას აეხალა, როგორც ითქვიან, როდესაც აი ამ რეზერვუარს ხვდება რაკეტა და შემდეგ დიდი ფოლადის რკინის ერთეული ცაში აფრინდება. ძალიან ბევრი ვერსია გამოითქვა, თავდაპირველად იყო გაჩნდა აზრი, რომ ეს დრონმა გააკეთა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა სხვადასხვა ტიპის ვიდეო და თქვენ ახლა ხედავთ, რომ პრაქტიკულად 99%-იანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტამ გამოიწვია ეს აფეთქება. ჩვენ ხედავთ კადრში, რომ დრონი მიფრინავს, მის გადასაჭერად გაშვებული არის რაკეტა პანცერის რაკეტა ცდება, ასე ვთქვათ, დრონს და ხვდება რეზერვუარს და შემდეგ აი ეს ცაში ატყორცნაც ხდება ამ თავსახურის. პრინციპში ერთი შეხედვით ასეც არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს ცაში ძალიან ბევრი უკრაინული დრონი იყო და ძალიან ბევრი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა დაფრინავდა, 100%-ით იმის მტკიცება, რომ აი პანცერის რაკეტა მოხვდა ამ რეზერვუარს და ამან გამოიწვია ეს აფეთქება შეუძლებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ეს დიდი ალბათობით ასეც იყო და ასე ვთქვათ პანცერის რაკეტა მოხდა. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ვიდეო, როდესაც კადრში ჩანს, რომ დრონი მიფრინავს და ეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების რაკეტები ცდება მას და შეიქმნა, ასე ვთქვათ, ესეთი ილუზიაც მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი რაც ესროლეს რუსებმა ააცილეს და ძალიან ცუდად იმუშავა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, თუმცა სინამდვილე ასეთი არ არის და აი ამ ნაწილის ბოლოში ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილოთ ამას თუ რატო არ არის ასე. 99%-იანი ისევ ალბათობით, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ადგილზე არ ვიყავით და მხოლოდ აი ამ სხვადასხვა ვიდეოების ანალიზის საშუალება გვაქვს, ხო? და აი ამ ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში აი ეს რაკეტები, რომელიც ჩანს კადრში, რომ სხვა მიმართულებით მიფრინავს, უბრალოდ სხვა სამიზნესკენ მიფრინავს და სხვა სამიზნეს განადგურებას ასე ვთქვათ, ემსახურება და არა იმ კონკრეტულის, რომელიც იმ შემთხვევაში კადრში ჩანს. ანუ კიდევ ერთხელ წარმოვიდგინოთ, კადრში ჩანს ერთი კონკრეტული დრონი, რომელიც მოფრინავს და რაკეტა, რომელიც მას ცდება. თუმცა ჩვენ არ ვიცით მე აი ეს რაკეტა, რომელიც ამ დრონსაც და სხვა ადგილას მოხვდა თუ არა დრონს და ის რომ დრონების ძალიან ბევრი ნაწილი ჩამოგდებული არის ამაზე, სულ ცოტა ხანში როგორც გითხარით, მეტ ინფორმაციას მოგაწვით, ასე რომ შესაძლოა კი უანალოგო და 100%-იანი დაცვა არ არის რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, როგორც უნდათ ამის წარმოჩენა რუსებს, მაგრამ სტანდარტულად იმუშავა, ასე რომ ვთქვათ. გარდა ამისა დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება ესე თუ ის სამფეთქი. პირველ ეტაპზე იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკრაინული დრონები იყო, თუმცა ძალიან ხშირი იყო შემთხვევა პირიქით პანცერის, ასე ვთქვათ, აღზრდავი ბოლო ნაწილი იყო ეს ყველაფერი. თუმცა აქვე ვიტყვი ისიც, რომ რამდენიმე უკრაინული დრონის საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. რაც შეეხება აი ამ პანცერის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აი ეს რეაქტიული აღზრდავი,
რომელიც მის რაკეტებს აქვს, მე გარკვეული დროის მერე უკანა ნაწილი ძვრება და ეცემა ხმელეთზე. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში ქალაქში მუშაობდა და დასახლებულ პუნქტში მუშაობდა, ასე ვთქვათ, პანცერის სისტემები, აი ეს უკანა ნაწილები, რომელიც რაკეტებს ხვდებოდა, ეჯახებოდა კორპუსებს და იწვევდა აფეთქება. საქმე იმაში არის, რომ პანცერი არ არის შექმნილი ქალაქის დასაცავად და ვთქვათ, გაშლილ მინდორში, სადაც ახლა არანაირი საცხოვრებელი კორპუსი არ არის, იქ კონსტრუქტორების გათვლით ნორმალური ამბავი არის, რომ გასროლის შემდეგ უკანა ნაწილი მოწვეს რაკეტას და იქვე ხმელეთზე დაეცეს, არავის არ დააზარალებს, ხო? ხოლო აი რაც შეეხება ქალაქში, ფაქტი არის, რომ ქალაქში აზარალებს მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებს ეს ყველაფერი შესაბამისად ამაზე დაიწყეს, უნდა ითქვას, რომ რუსებმა მუშაობა, რომ რაღაც სხვა ტიპის რაკეტები დაუმაგრონ პანცერებს, რომ აი ესეთი შედეგი არ გქონდეთ. კიდევ ერთი ვიდეო არის საინტერესო ამ კუთხით, სადაც დრონს ხვდება რაკეტა, თუმცა ის არ ფეთქდება. ანუ დრონი ჩამოვარდება, იმ მიმართულებას დაკარგავს, რომელიც აქვს, ჩამოვარდება და აფეთქება ხდება უშუალოდ ობიექტზე შეჯახებისას. ეს ობიექტი იყო ბაზარი, არა თქვა სამხედრო სამიზნე, ან რომელიმე გადამამუშავებელი ქარხანა, ამეთ ბაზარი და იქ ხდება ალება. აქაც სამუშაო აქვს, ასე ვთქვათ, კონსტრუქტორებს, რომ როგორღაც, როდესაც ხდება შეჯახება, მთელი აფეთქება იქვე მოხდეს და არა მერე და იმიტომ რომ მაშინ რა აზრი აქვს ამ დრონის ჩამოგდებას, ხო? კი, ახლა ვთქვათ ბაზარს დაეცა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დაბალ სიმაღლეზე უკვე ბოლო ეტაპზე, როდესაც დრონი უნდა დაეჯახოს სამიზნეს, იქ ხდება მისი ჩამოგდება, თუ კი ჰაერშივი არ აფეთქდა, მაშინ გამოვა, რომ უშუალოდ დაეცემა და ააფეთქებს იმ ობიექტს, რომელსაც ეჯახებოდა. შესაბამისად, აი ეს ვიდეოები მინდოდა განმეხილა და როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ნამდვილად რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უანალოგო არ არის და 100%-ით ყველაფრის ჩამოგდება არ შეუძლია, თუმცა მათ სტანდარტულად იმუშავებს, ასე რომ ვთქვათ, აი ეს არის უკვე გამოსახულება თუ რა დააზიანეს უკრაინულმა დრონებმა, ხო და არის 7 სხვადასხვა რეზერვუარი, რომელსაც ხედავთ, აი ამ პერიოდში დაზიანებული. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ 7 ობიექტის დასაზიანებლად ასობით დრონი იყო გაშვებული. და თუ კი აი ამ ასობით დრონიდან მხოლოდ 7 მოხვდა სამიზნეს, გამოდის, რომ ასე ვთქვათ, დანარჩენი ამ 7 სამიზნე დაზიანდა, ეხა ერთი დრონი ერთ სამიზნეზე ეს აბსოლუტური წარმოდგენა, მით უმეტეს გვაქვს ვიდეოები, სადაც რამდენიმე დრონი ეჯახება ერთ სამიზნეს, ხო? შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი დაახლოებით იგივე პრინციპით, რა პრინციპითაც უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უმკლავდება რუსულ დრონებს, დაახლოებით იგივენაირად უმკლავდება რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინულ დრონებს, ანუ დაახლოებით შეიძლება ითქვას, რომ 90%, 95-90%-იანი სიზუსტით შეძლო რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ამ თავდასხმის, ასე ვთქვათ, გაუნებელყოფა. თუმცა, აქ შემოდის კიდევ ერთი ფაქტორი და გარემოება, რუსული მასირებული თავდასხმის დროს ჩვენ გვაქვს კომბინირებული თავდასხმა, ხო? ეს არის დრონები, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები. როგორც გითხარით, აქ უკრაინელების შემთხვევაში მოსკოვზე თავდასხმაზე ფრთოსანი რაკეტები გამოყენებული იყო, თუმცა არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ამ რუსეთს აქვს შესაძლებლობა რომ ეს გააკეთოს და არ იყო ბალისტიკური რაკეტები და შესაბამისად ცოტა უსამართლო იქნება უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მუშაობის შედარება რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან, იმიტომ რომ რუსულებს გაცილებით მარტივ სამიზნეებთან უწევთ გამკლავება და არავინ იცის დაუშვათ ისეთივე მასირებული რომ იყოს უკრაინულის თავდასხმა, როგორც რუსულები არის, ხო, ბალისტიკური პლუს ფრთოსანი პლუს დრონი, რას იზამს რეალურად ეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა უანალოგო რუსული, თუმცა ნუ ამ შემთხვევაში მოცემულობა რაც გვაქვს ეს გვაქვს, რომ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა პლუს ასეულობით დრონი ამას მეტნაკლებად გაუმკლავდა. თუმცა ძალიან სასიამოვნოა ის, რაც მოხდა, რომ რუსებმა მოსკოვში და მათ შორის პეტერბურგშიც იგრძნეს უკვე ომი, დარწმუნებული ვარ, ვინც ადევნებს თვალყურს, ნახავთ რუსი გოგონას ვიდეოს, რომელიც გაუგნებული იყო, ვერ ხვდებოდა ვერაფრით, რა შუაში არის მოსკოვი და დარწმუნებული იყო, რომ აღმოაჩინა ჭეშმარიტება, რომ ვიღაცა ცდილობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვი ჩართოს. მე არ მესმის, კარგად რომ გითხრათ,
ამ გოგოს პოზიცია, ანუ ის ფიქრობს, რომ მოსკოვის სხვა არის და რუსეთის სხვა არის, თუ აი როგორც ცდილობს ვიღაცა რუსეთ-უკრაინის ომში მოსკოვის ჩართვას, ეს ცოტა უცნაური ლოგიკაა, იმიტომ რომ მოსკოვმა დაიწყო ეს იდეაში. მაგრამ ნუ ის რომ იგრძნეს მოსკოველებმა ეს ომი, ნუ ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო და ძალიან კარგია. და ჩვენ ხედავთ, რომ რიგები დადგა უკვე, არაერთი ფოტო გამოქვეყნდა, რიგები დადგა მოსკოვში ბენზინგასამართ ადგილებზე. გარდა ამისა, თავშესაფარები დადგეს პეტერბურგთან ახლოს უკვე გაჩერებებზე, რომელსაც ჩვენ უკრაინაში უკვე დიდი ხანია ვხედავთ, მას შემდეგ რაც 4 წლის წინ რუსეთმა იქ ომი დაიწყო და აი ეს რომ ომი ესე ახლოს მიიტანა პუტინმა თავის საყვარელ ქალაქებთან, მოსკოვთან და პეტერბურგთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა, მაგრამ აქვე ძალიან საინტერესო არის რეაქცია, რომელიც მოსკოველებს ჰქონდათ, მათ აი ამ მასირებული თავდასხმიდან მეორე დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. თუმცა საპროტესტო აქცია მიმართული იყო ბრიტანეთის წინააღმდეგ. არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ბრიტანეთის წინააღმდეგ და თუ გაინტერესებთ რატომ ბრიტანეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ბრიტანეთმა სანქციების მორიგი პაკეტი დააწესა რუსეთის წინააღმდეგ და აი მოსკოველები აღშფოთდნენ და გამოვიდნენ და ბრიტანეთის წინააღმდეგ აქცია გამართეს და წინა დღეს უკრაინელებმა მათი საყვარელი ქალაქი დაბომბეს. შესაბამისად, აი ესეთი სიტუაცია იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთხელ აპირებდა რუსეთი ორეშნიკის გამოყენებას 16 ივნისამდე და თითქოს ამის შესახებ პუტინმა ამერიკული მხარე გააფრთხილა, რომ იცოდეთ ამას ვაპირებდო, თუმცა არ დაფიქსირებულა ამ შემთხვევაში. როგორც ჩანს, ვიღაცამ პუტინს შეჰკადრა და აუხსნა, რომ აი ეს ორეშნიკის გამოყენება მხოლოდ კინეტიკური თავაკებით, ასე ვთქვათ, აზრს არის მოკლებული, იმიტომ რომ არანაირი ეფექტი არ აქვს, ის ეფექტი, რაც უნდა კონდეს, გასაგებია უკვე ყველამ გაიგო, რომ ორეშნიკი არსებობს, ორეშნიკის ჩამოგდება პრაქტიკულად ამ ეტაპზე უკრაინას ამის შანსი არ აქვს, თუმცა რატომ უნდა დახარჯო ამ ესეთი ძვირი რაკეტები გაუგებარი რჩება და მაშინ როცა როგორც წინა ეპიზოდში წაღვნიშნე, ბალისტიკური, ჩვეულებრივი ბალისტიკური რაკეტებით, ან თუნდაც კინჟალით, ან თუნდაც ცირკონით გაცილებით მეტი ეფექტის მოტანა შეგიძლია ბრძოლის ველზე, ხო? ამიტომ გაუგებარია, რატომ იყენებენ ესე ამ ორეშნიკს, უბრალოდ არ აქვს ეფექტი. ნუ თუ კი ბირთვულ თავაკს დაამაგრებენ, გასაგებია, ხო? და პრინციპში აქვე მინდა შევეხო იმ თემას, რომ აი შემხვდა, რომ აი ხა აიძულებენ მაინც და მაინც პუტინს, რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი და იმდენს იზამენ, სანამ რაღაცა ნამდვილ ომს არ დაიწყებს რუსეთი. ჩვენ და გვესმოდეს, რომ ამ 5 წლის, მე 5 წლის განმავლობაში, ან 4 წლის და რაღაც რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც ეს ომი დაიწყო პუტინმა, რაც კი შეიარაღებაში აქვთ რუსებს, ყველაფერი გამოიყენეს. ყველაფერი, მათ შორის როგორც გითხარით, ორეშნიკიც ერთადერთი რაც არ გამოუყენებიათ, არის ბირთვული და მეტი ნამდვილი ომის დაწყება წარმოუდგენელია. რაც აქვთ, ყველაფერს იყენებენ, მობილიზაცია ერთხელ უკვე ჰქონდათ და ყველაფერი მიუთითებს, რომ ძალიან მალე მეორე მობილიზაცია დაიწყება. რუსეთში, რაც შეეხება ბირთვულს, ბირთვული კარგია მანამდე, სანამ შენ შეგიძლია ამითი დააშანტაჟო შენი მოწინააღმდეგე. როგორც ჩანს, რუსეთის შანტაჟის არავის აღარ ეშინია და როგორც ჩანს, პუტინი არ რისკავს ბირთვulis გამოყენებას, იმიტომ რომ იცის, რომ ამას შეუქცევადი პროცესი მოყვება და ეს არ იქნება მარტივი გადასატანი პასუხი, რომელსაც ის მიიღებს ბირთვulis გამოყენების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ბირთვulis გამოყენება კატასტროფა არის და ის ძალიან დიდ ადამიანურ მსხვერპლს მოიტანს, თუმცა ამდენი ხანი რომ არ ეშინოდეს პუტინს შედეგების, ამდენი ხანი ის ამას გამოიყენებდა, იმიტომ რომ კონსტიტუციაში რაც უწერია, რა შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ყველაფერი მომხდარი არის. რუსეთის მიწაზე უკრაინული ოპერაცია ჩატარდა, რუსეთი იბომბება, მოსკოვი დაიბომბა, პეტერბურგი დაიბომბა, ანუ მას კონსტიტუციით ყველანაირი უფლება აქვს, როგორც ასე ვთქვათ, თავისი გადმოსახედიდან, რომ ეს ბირთვული გამოიყენოს, მაგრამ არ იყენებს. არ იყენებს იმდენად, ამდენადაც მან იცის, რომ ეს უარესი იქნება თავად რუსეთისთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბირთვული მანამდე არის კარგი, სანამ ის საშუალებას გაძლევს დააშანტაჟოს შენი მოწინააღმდეგე. როცა აღარა გაქვს ამის უნარი, ამ შანტაჟის, მაშინ რჩება გარისკო
და ისროლო. და ვნახოთ ამას იზამს თუ არა, იმედი მაქვს რომ არ იზამს, მაგდენი გონიერება მაინც ეყოფა მილიონზე მეტი რუსის რო შეაკლამოს, მაგასაც დაჯერდება და სამწუხაროდ როგორც ჩანს, როგორც გითხარით, კიდევ უფრო გაიზრდება რუსული მსხვერპლი, იმიტომ რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მალე შემოდგომის დასაწყისში, თავიდან ვფიქრობდი, რომ შეიძლება შემოდგომის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში, მაგრამ ისე ვითარდება მოვლენები, იმდენად სწრაფად აქვს უკრაინას გარკვეული უპირატესობები გარკვეულ საკითხებში, რომ როგორც ჩანს, მობილიზაცია გარდაუვალი იქნება, მით უფრო ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა ტიპის, რომ უკვე კომისარიატები ამისთვის ემზადებიან, დაველოდოთ საქართველოს როგორ განვითარდება მოვლენები და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომი სულ უფრო გადადის ხმელეთიდან ჰაერში და ეს უკრაინის უპირატესობა, რომელიც ახლა მოპოვებულია, ხო? საშუალო და შორი მოქმედების რადიუსის დრონების გამო ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა ბრძოლები გადაიტანა ძირითადად ჰაერში, ხდება რუსეთისგან მასირებული თავდასხმა უკრაინაზე, უკრაინისგან რუსეთზე და რაც უფრო გაიზრდება ეს ყველაფერი და რაც უფრო მეტი ჰაერი თავდასხმები იქნება, სამწუხაროდ მით უფრო გაიზრდება სამოქალაქო ობიექტების განადგურება და სამოქალაქო მსხვერპლიც. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსულ მასირებულ საჰაერო იარიშებს ძალიან დიდი მსხვერპლი მოყვება უკრაინის სამოქალაქო სექტორში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის დაზურება მოიპოვოს კვირაში 2 დღეში ერთხელ რაღაცა მნიშვნელოვანი სამიზნე, რომელსაც ჰაერიდან დაბომბავ. ასეთი შეიძლება ფიზიკურად არ არსებობდეს, ამიტომ დაზურება იძულებულია სამხედროსთან მიახლოებული სამიზნეები მიაწოდოს გენერალიტეტს და მე გენერალიტეტი ამას ბომბავს. ახლა როცა უკრაინაც ამ ტაქტიკაზე გადავიდა და ასე ვთქვათ, შორი და საშუალო მოქმედების დრონებით რუსეთის სიღრმეებს ბომბავს. სულ უფრო გაუჭირდება უკრაინას აღმოაჩინოს 100%-ით სამხედრო დანიშნულების ობიექტი, შესაბამისად მე პირადად ველოდები, რომ აქაც სამოქალაქო მსხვერპლი გაიზრდება და რუსეთშიც სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა გაიზრდება და აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი მაინც პუტინის ბრალი იქნება, იმიტომ რომ პუტინი არაჩერებს ამ ომს. ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე რუსი პროპაგანდისტების ვარამზე, ასე ვთქვათ. მე ამას დაგპირდით, რომ არ ვიფიქროთ, რომ რაღაცას მევაჭარბებ და მხოლოდ რაღაცა პროუკრაინული წყაროებიდან ვეცნობი ინფორმაციებს, დაგპირდით და აუცილებლად შემოგთავაზებთ ახლა უშუალოდ რუსი პროპაგანდისტების ძალიან მწარე სიმართლეს, რომელსაც ისინი აღარ ერიდებიან და გადმოცემენ. აქ საუბარი არის არა მათზე, ვინც მოსკოვში როგორც ჩანს უკვე არც ისე მშვიდად არიან სხვადასხვა სტუდიებში და იქიდან მოუწოდებენ რუსებს, რომ წავიდნენ და ფრონტზე მოკვდნენ. არამედ მათზე, ვინც უშუალოდ ფრონტზე არის, ვინც ფრონტიდან გადმოცემს ინფორმაციას, ვისაც უშუალო შემხებლობა აქვს რუს ჯარისკაცებთან, ვინც ფრონტზე არიან. აქვე ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რომ ინტერვიუების ნაწილები, რომელსაც შემოგთავაზებთ, იქნება რუსულ ენაზე. თუმცა მინდა რომ ჩემი არხის რუსეთუმე მომხმარებლებმა თავიანთ მშობლიურ და საყვარელ ენაზე მოისმინონ ის რეალობა, რაც ფრონტზეა და თან არა ჩემგან, არამედ რუსი ზედპატრიოტებისგან, ვისთვისაც რუსეთი უპირველეს ყოვლის არის. ასე რომ ახლა მოდი მათ მოусმინოთ. Часто люди мне говорят: вот а что дальше? Да я вам скажу, что дальше. Нас будут добивать. Да, я раньше, значит, доезжал до передовой фактически на машине. Сейчас за 20 километров ты не доедешь. Понимаете? Вот это главная проблема. Она серьезна. Она серьезна. И сегодня их сотни. Завтра их будет 1000 этих беспилотников. А послезавтра их будет сотни тысяч. И они могут летать уже автономно на искусственном интеллекте где угодно. Наше продвижение, как вы заметили, оно замедлилось, конечно. В связи вот с такой обстановкой. А так вот, если брать объективно, это очень сложно. Сегодня это прям другая война. Она настолько другая, что даже несколько противно, понимаете, когда ты не видишь ни противника, не можешь, так сказать, понятными тебе способами противодействовать ему, а ты вынужден учитывать прежде всего вот эти технологические вещи. Завершить это на данном этапе у нас не хватает ни силы, ни духа, ни собранности. И самое главное, не хватает целеполагания. У нас нет цели победить. Вот мы же понимаем все это. Вот этот бросок,
он у нас увяз. Он увязает, что, оказывается, мы убиваемы, оказывается, у нас можно отрезать колонны, оказывается, можно жечь нашу технику, оказывается, вот, все это возможно. И они все воспряли. И все, Европа воспряла за все предыдущие столетия унижения. Ах так, сейчас тогда мы в это вложимся так, что вам мало не покажется. То есть у нас была неделя, у нас было 1,5 недели, как мы и рассчитывали там, да, и все. И дальше получилось то, что получилось, и на данном этапе та Россия, которую мы построили, она не может в этой войне победить. Значит, надо строить какую-то другую Россию. Сейчас у нас серьезнейший отток водителей, никто ничего не хочет никуда везти. Не то, что я говорю про такелажников, а которые везут из Ростова, из Воронежа, из Таганрога, там, еще откуда. Просто никто не хочет ехать на любом военном транспорте. Буквально последние 1,5 месяца даже самые привычные дороги, условно говоря, Луганск, Донецк, там через Горловку, ну и еще там ряд дорог, которые всегда были более-менее безопасными, сейчас там стоят сгоревшие машины. და ამ ინტერვიუების შინაარსის გასაგები აი ესეთი ვითარება არის რეალურად ფრონტზე და ახლა მინდა ასე ვთქვათ გრაფიკული ციტატა შემოგთავაზოთ კალაშნიკოვის კიდევ ერთი Z პატრიოტის, რომელიც საუბრობს შემდეგ ამბავზე. ჩემამდე მოაღწია ჭორებმა ჩვენი მთავრობის მიერ კიევისთვის შეთავაზებული ახალი წინადადებების თაობაზე. რუსეთი თანახმა ომის შეჩერებაზე არსებულ ფრონტის ხაზზე. უარს ვამბობთ სლავიანსკი-კრამატორსკის აგლომერაციის აღებაზე, მაგრამ სანაცვლოდ უკრაინა კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს და უარს იტყვის რუსეთის მიერ დაკავებულ მიწებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგზავნებთ შეტევას და უკრაინა კიდევ უფრო მეც დაკარგავს. თუ ეს ჭორები არ არის და ეს სიმართლეა, მაშინ ძნელი წარმოსადგენია უკეთესი სიგნალი მტრისთვის ჩვენს მოწყვლად მდგომარეობაზე. კიევში ამას ასე შეაფასებენ. რუსეთს ეშინია დონეცკის რეგიონში დანარჩენი ნაწილისთვის ბრძოლის გაგრძელება, რადგან რომ არ ეშინოდათ, მას ყოველგვარი შეთავაზების გარეშე აიღებდნენ. რუსეთის ხელისუფლებას ეშინია, რადგან გაჭიანურებული ომის გამო შეიძლება ჩამოიშალოს ეკონომიკა და სახელმწიფო დაფინანსება. აი ასეთი იყო კალაშნიკოვის ინფორმაცია, მეც ახლა თავს ვერ დავდებ, ეს ამდენად მართალი არის, რადგან თვითონ კალაშნიკოვის ვერსიის დონეზე განიხილავს, თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ტრამპს პირდაპირ ეხვეწებოდა, რომ როგორღაც ზელენსკიზე მოეხდინა ტრამპს ზეწოლა, რომ დონბასიდან გასულიყო და მაშინ გააჩერებდა ის საბრძოლო მოქმედებებს. ახლა საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ კიევს თავაზობდეს, რომ მოდი გავჩერდეთ სადაც ვართ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ რუსეთი თანახმად აქ ომს დაამთავრებს. არა, ეს თუ კი ასე მოხდება, რუსეთი ძალას მოიკრებს და 2-3 წელში განაახლებს საბრძოლო მოქმედებებს. იმიტომ რომ ახლა მას რეალურად რთული პერიოდი უდგას, სანქციებმა, რომელიც ომის დასაწყისში დააწესეს, ახლა დაიწყოს მოქმედება, პლუს ამას დაემატა უკრაინული სანქციები, შორსფრინავი, რომელთაც უკრაინის რუსეთის ნავთობ ინდუსტრიის განადგურება ხდება, შესაბამისად რუსეთს ახლა ამ უსუნთქვა ნამდვილად სჭირდება და თუ კი ამ წინადადებას უკრაინა დათანხმდება, რატომაც არა, ხო? მაგრამ როგორც ჩანს, უკრაინა არც ამას არ თანხმდება და ახლა იმ დონეცკის ფრონტზე გადავიდეთ, რომელზეც კალაშნიკოვი საუბრობდა, რომ თითქოს აი უარს ამბობს პუტინი კრამატორსკის სლავიანსკის აგლომერაციაზე. როგორც უკვე რამდენიმე კვირა არის ესეთი აქტიური ფრონტის მიმოხილვა არ გამიკეთებია და ახლა ამას შემოგთავაზებთ. თუმცა მანამდე გთხოვთ, რომ თუ კი ამ დრომდე ვიდეო არ დაგილაიქებიათ, ახლა დაალაიქოთ ვიდეო. იაქტიროთ კომენტარებში, გააზიაროთ ვიდეო, თქვენ სოციალურ ქსელებში გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, ასე ალგორითმი უფრო მეტ ადამიანს ანახებს ჩემს ვიდეოს. ახლა კი ნელ-ნელა გადავიდეთ უშუალოდ რუკებზე და იმაზე თუ რა ხდება ფრონტზე. უნდა ითქვას, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა არის კონსტანტინოვკაში, თუმცა სანამ იქ გადავალ, ბოლო ასე ვთქვათ ცნობები რაი ალექსანდროვკაზე აქ გამოჩნდა რუსული ეგრეთ წოდებული ფლაგშტიკები და კარგახანია აი ესეთი დროშის აღმართვები აღარ გვინახავს. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ამ ეტაპზე არა ოკუპაცია და აი ამ ქალაქის დაკავება, არამედ უფრო ინფილტრაცია ამ ქალაქში, მით უფრო რომ რუსული სლივოჩნი კაპრიზი აი აქ არის ეს
რაია ალექსანდროვკა, როგორც ხედავთ, რაია ალექსანდროვკა და რუსული სლივოჩნი კაპრიზიც მხოლოდ დროშების მონიშნას აკეთებს და არა ოკუპაციისაც, იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ ინფილტრაცია არის და ასეთ რუსული წყაროებითაც აქ ჯერ ეს ქალაქი დაკავებული არა აქვთ. დაახლოებით იგივე სიტუაციას აჩვენებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკა. რით არის ახლა მნიშვნელოვანი აი ეს რაია ალექსანდროვკა, ხედავთ რომ სლავიანსკის მიმართულება არის და დიდი ალბათობით შეტევა სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება, იქიდან გამომდინარე შედარებით სამხრეთიდან უკვე მოსალოდნელი არის კრამატორსკზე დაწოლა, თუმცა აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მას შემდეგ რაც გასული წლის ბოლოს, ამ წლის დასაწყისში რუსებმა შეძლეს სივერსკის დაკავება, ამის შემდეგ ხდებოდა სწორედ ამ მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების განვითარება და ახლა, როგორც გითხარით, უკვე გამოჩნდა კადრები რაია ალექსანდროვკაში. ეს მნიშვნელოვანია კიდევ ერთი კუთხით, რადგან ასევე მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ლიმანის მიმართულებაზე შედარებით ჩრდილოეთით, აი აქ არის ლიმანი, თუმცა ლიმანში იგივენაირად უფრო ფლაგშტიკები არის ვიდრე მისი დაკავება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ კავშირში არის აი ეს ორი მიმართულება, სწორედ სლავიანსკის კონტექსტში, აი ეს რაია ალექსანდროვკა, აი ეს ლიმანი. საქმე იმაში არის, რომ აი აქ გადის მდინარე სევერსკი დონეცკი და რატო არის მნიშვნელოვანი სწორედ აი ამ ლიმანის და აი ამ სიმაღლეების დაკავება, რადგან თუ კი რაია ალექსანდროვკადან წავა შეტევები სლავიანსკზე და ეს ტერიტორია ექნება უკრაინას დაკავებული და არა რუსეთს, მაშინ შესაძლებელი გახდება, რომ სწორედ აი აქედან, აი ამ ლიმანის ტერიტორიიდან მოხდეს დარტყმები ამ შეტევაზე, რომელსაც რაია ალექსანდროვკიდან სლავიანსკის მიმართულებით დაიწყებენ რუსები და გადაჭრიან აი ამ ხაზებს. აქვე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია შემდეგი ამბავის გახსენება, როდესაც სივერსკიზე ხდებოდა რუსული შეტევა, მაშინ პარალელ რეჟიმში ხდებოდა იამპელზე და აი სწორედ იგივე მდინარე, რომელიც აი ამ შემთხვევაში ესე ჩამოდის, ხო? აი ამ სიმაღლეების პარალელურად დაკავება იყო მნიშვნელოვანი რუსებისთვის, რომ ასე ვთქვათ, არ ყოფილიყო ან სივერსკიდან იამპელის მიმართულებით, ან პირიქით იამპელიდან სივერსკის მიმართულებით უკრაინული დარტყმები. შესაბამისად, აი ამ შეტევების პარალელურად განვითარებამ საშუალება მისცა რუსულ ძალებს, რომ აი სივერსკის დაეკავებინათ იამპელიც და აი ახლა უკვე გამოჩნდნენ აი ამ რაია ალექსანდროვკასთან, როგორც გითხარით და შესაბამისად ახლა უნდა ველოდოთ, რომ სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება მოვლენები, თუმცა რასაც კიდევ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის აი ეს რუკა, ეს არის ასე ვთქვათ რელიეფური რუკა და როგორც ხედავთ დაბლობები, რომელიც არსებობდა რუსებს უკვე ათვისებული აქვს და ახლა მოუწევთ სწორედ მაღლობების დაძლევა და შემდეგ უკვე გადასვლას ქალაქ სლავიანსკზე შეტევაზე. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისედაც ნელი ტემპი ამ მიმართულებით, რომელიც იყო, კიდევ უფრო შენელდება, რადგან მაღლობზე შეტევა უფრო რთულია, ვიდრე ის, რასაც აქამდე აკეთებდნენ რუსები. აქედან გამომდინარე, ვივარაუდებ, რომ აი ამ რაია ალექსანდროვკასთან ეხლა შეეცდებიან, რომ აი ეს ფრონტი აი ესე დაასტაბილურონ მეტნაკლებად, სადაც ჩვენ აქ ვხედავთ ნაცრისფერ ჯიბეებს, ეს არის საბრძოლო მოქმედებების არეალი და არა ოკუპაციის არეალი. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეხლა რუსეთი შეეცდება, რომ აი ეს თლიანად აი ეს ტერიტორია გააწითლოს, იმისთვის, რომ ზურგი უფრო გაიმაგროს და აი ამ სიმაღლე, რაც ეხლა ჩვენი თერმულ ბორდიში წინა რუკაზე რაც ვნახეთ, აი დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე არის საუბარი, ეს მაღლობები რომელიც არის და სანამ რუსეთი შეუტევს ამ მაღლობებს, სწორედ ალექსანდროვკიდან, მანამდე ზურგის გამაგრება დაჭირდება, ისევ და ისევ იმისთვის, რომ არ მოხდეს თუნდაც შედარებით ჩრდილოეთის სიმაღლეებიდან აი ამ მიმართულებით შეტევების განხორციელება. კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება არის
აი სწორედ აი ამ არეალში, სადაც ახლა ვსაუბრობთ, ეს კრივი ლუკა. აი ეს არის აქ არის უფრო თვალნათელი იყოს ლიმანი, აქ არის რაი ალექსანდროვკა და როგორც გითხარით, ჩემი ვარაუდია, რომ აი ახლა რუსები შეეცდებიან აი ამ საბრძოლო ნაცრისფერი საბრძოლო არეალის თლიანად გაწითლებას და ამის ვარაუდის საშუალებას მაძლევს აი კრივი ლუკაში განვითარებული მოვლენები. აქ ჩვენ ნახეთ კიდევ ერთხელ ეგრეთ წოდებული მექანიზირებული შეტევა, მექანიზირებული შეტევაში რუსების მექანიზირებულ შეტევაში ჩართული იყო 28 მოტოციკლი, 1 ტანკი, 3 ქვეითი, ქვეითა საბრძოლო მანქანა, KSM, 7 ავტომობილი, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ მისი აღმოჩენა და განადგურება ძალიან მალე მოხდა, შესაბამისად გვახსოვს ხომ საგაზაფხულო კამპანიის დასაწყისში იყო მცდელობა ასეთი მექანიზირებული შეტევების, თუმცა უშედეგო და როგორც ჩანს კიდევ ერთხელ ცადეს ასევე უშედეგოდ რუსებმა მექანიზირებული შეტევის წამოწყება და ეხლა გადავიდეთ კონსტანტინოვკაზე. როგორც გითხარით, აქ ყველაზე რთული მდგომარეობა არის. თქვენ ხედავთ ფლანგებიდან რუსების შეტევის ტემპს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აი დაახლოებით აი ამ წერტილში, ცენტრალურში და ქალაქის ჩრდილოეთში დაფიქსირდა ასევე რუსეთის დროშები და არა მხოლოდ რუსეთის, სხვადასხვა საბჭოთა სიმბოლიკა, რაც აღნიშნავს იმას, რომ რუსები ახდენენ ინფილტრაციას. კიდევ ერთხელ მოდი შევხედოთ სამრუკაზე, ეს არის კონსტანტინოვკა Deep State-ის მიხედვით, ეს არის კონსტანტინოვკა რუსული სლივერშნი კაპრიზის მიხედვით. ხედავთ, რომ აი სლივერშნი კაპრიზი, აი ეს რაც ახლა მუქდება, ეს არის მთელი ქალაქი და სლივერშნი კაპრიზის მიხედვით ნახევარ ქალაქზე მეტი უკვე ოკუპირებული აქვთ. რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აი აქ ასეთი სიტუაცია არის. აქ აი ეს წითელ ვარდისფერ ყვითელი მონიშნები არის შეტევის უპირატესობა, რომელიც აქვთ რუსებს, ყვითელი არის საბრძოლო მოქმედებების რაიონი, წითელი და ოკუპირებული და ხედავთ, რომ საბრძოლო მოქმედებების არეალის გარეთ აი პრაქტიკულად აი მხოლოდ ეს პატარა ნაწილი არის ქალაქის დარჩენილი. როგორც ჩანს, კონსტანტინოვკაში საქმე საკმაოდ რთულად იქნება, რთულად განვითარდება, თუმცა მოდი გავიხსენოთ კონსტანტინოვკას გარშემო სიტუაცია. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა კონსტანტინოვკას მისადგომებთან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან რუსული დანაყოფები და შარშან, აი მოდი ვთქვათ, რომ ოქტომბრიდან ცდილობენ ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი 9 თვეა უტევენ კონსტანტინოვკას და აი ეხლა აქვთ ის შედეგი, რა შედეგიც აქვთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ მიმართულებით უკვე ასე კონკრეტულად არ ითვლება ეს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ თვიდან თვემდე იზრდება რუსული დანაკარგები, ჯერ არ მიუღწევია 50,000, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, თუმცა 35-ს წინა თვეში გადაცდა, როგორც იცით და კიდევ ერთხელ თუ გვინდას გამოგჩეთ და არ გინახავთ წინა ვიდეო, ამ ვიდეოს ქვემოთ პირდაპირ ბოლოზე შეგიძლიათ ნახოთ, არის მაისის თვის სტატისტიკა, არა მხოლოდ მაისის, არამედ მთელი, ასე ვთქვათ, საგაზაფხულო კამპანიის სტატისტიკა და თან შედარებული გასულ წელთანაც და საკმაოდ საინტერესო მიგნებებია ჩემი აზრით და ვისაც გაინტერესებთ ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადახვიდეთ იმ ვიდეოზეც. მოკლედ კონსტანტინოვკაში ვითარება რთულდება, თუმცა ნუ ეგეთი სიტუაცია არის და კიდევ ერთხელ რა შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით. ხო, აი ეს ეგრეთ წოდებული ფლაგშტიკები, რომელიც გვაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ სხვა მსგავსი ტიპის ქალაქების ბრძოლები თან შეგვიძლია ეს ყველაფერი შევადაროთ. ან როდესაც ხდება მცირე ჯგუფებით რუსული დანაყოფების შეჟონა სხვადასხვა რაიონში, იქ გამაგრება, შეგროვება და მერე შეტევაზე გადასვლა და ესეთი რაიონ ქალაქის დაკავება და უკრაინული ლოჯისტიკის და მომარაგების გზების გადაჭრა და ამ შედეგით, ასე ვთქვათ, ქალაქის აღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქი ხმამაღალი ნათქვამი არის, ისაც დარჩენილია კონსტანტინოვკასგან, ისედაც ძალიან პატარა ქალაქი იყო, თუმცა ახლა რაც დარჩენილია პრაქტიკულად ნანგრევებია, ჩვენ რუსეთის ამ ტაქტიკაზეც არაერთი გვილაპარაკია, რომ სანამ აი ესეთ შეტევებს დაიწყებენ, ხდება მასირებული ავიაიერიშები, პრაქტიკულად მიწასთან განადგურება, ნანგრევებად ქცევა ქალაქის და მე აი ამ ნანგრევებისთვის ხორცაკებ მანქანაში რუსეთის მოქალაქეების შეწირვა პირდაპირ დავარქვათ თავის სახელი. სანამ უშუალოდ დონეცკის მიმართულებაზე ეს ვითარება არის, კიდევ ერთხელ დონეცკში მნიშვნელოვანი არის აი ეს სლავიანსკი, კრამატორსკი,
დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა, აი ამ 4 ქალაქზე გადის თავარი ზღუდე დონბასის ბოლო, ასე ვთქვათ. და აი ამ რუსებმა ჩვენ გვემახსოვრება, რომ ეს დაყვეს კონსტანტინოვკა, დრუშკოვკა, კრამატორსკის, სლავიანსკის მიმართულებით. მოდით კიდევ ერთხელ რუკაზე მაინც შევხედოთ, ვისაც არ ახსოვს, ასე ვთქვათ, მათთვის. აი საუბარი არის ამაზე სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა, აი ესე გადის, ასე ვთქვათ, დონბასის დაცვის აი ეს ზღუდე, რომელიც ახლა აქვს უკრაინელებს. აღსანიშნავია ამ ზღუდესთან ბუნებრივი ბარიერები, აი აქ არის მაღლობები, რომელიც გადასალახი აქვს უკრაინას, ასევე აი აქ კრამატორსკთან არის კიდევ ერთი მაღლობი და ოდნავ სამხრეთით, ნუ მაღლობი უნდა გვესმოდეს, რომ აქ საუბარი არის არა რაღაცა ქართული გაგებით მაღალ მთებზე და რაღაცა ესეთ სიტუაციაზე, არა, შედარებით გორაკები, მაღლობები, თუმცა ეს შეტევის დროს ასევე სერიოზული წინაღობა არის. შესაბამისად, რუსებმა დაყვეს ეს აგლომერაცია ორ ნაწილად, დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა და სლავიანსკი, კრამატორსკი, რადგან როგორც ჩანს, ერთობლივად ამ შეტევის განხორციელება ვერ შეძლებდნენ და ახლა უტევენ კონსტანტინოვკას და მერე აპირებენ როგორც ჩანს დრუშკოვკაზე გადასვლას, ხოლო რაც შეეხება კრამატორსკის, სლავიანსკის, ისინი აღმოსავლეთ ფლანგიდან ცალ-ცალკე ცდილობენ ამ ქალაქებზე ზეწოლას. ვნახოთ ამ ყველაფრისგან რა გამოვა, თუმცა ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ ამ 4 ქალაქიდან კონსტანტინოვკა ყველაზე პატარა იყო და სექტემბრის მერე კონსტანტინოვკას უტევენ. როგორც ჩანს, ეს ომი და ამაზე წინა ეპიზოდში ვსაუბრობდით, კაი ხანს არ დასრულდება, რადგან პუტინს უბრალოდ ვერც ერთ ამოცანას ვერ აღწევს. მას ჭირდება რამე ამოცანას, რომ მიაღწიოს, რომ ეს ომი დაამთავროს. უკრაინელები კი არ აპირებენ ასე უბრალოდ დანებებას, რაც ბუნებრივი და გასაგებია. შესაბამისად, ომი როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. მით უფრო, მაშინ როცა აი ესეთი სიტუაცია არის უშუალოდ დონეცკის მიმართულებით, სამხრეთ ფლანგზე უკრაინელებს სერიოზული, ასე ვთქვათ, წინსვლები აქვს და პირველ რიგში უნდა აღენიშნოს ბუნებრივი არის ყირიმი, ვრცელდება ვიდეოები, მათ შორის აი ხა ბოლო ვიდეო, რომელიც გავცელდა დაახლოებით აი ამ მონაკვეთის იყო, სადაც ასე ვთქვათ, აი ეს ვიდეო, რომელსაც ახლა თქვენ უყურებთ, სარკინიგზო ხიდის აფეთქება ხდება, აქ საუბარი არის სიტუაციაზე, სადაც აი ესე მარაგდება ნახევარკუნძულის იქით რუსული საოკუპაციო ძალები. საქმე იმაში არის, რომ უკვე პრაქტიკულად აი ეს ჯანკოის და ჩვენ გვახსოვს ხო, ეგ ჯანკოისთან და არმენსკისთან უკრაინული დარტყმები სერიოზული პრობლემა არის ყირიმის მომარაგების საკითხში. საქმე იმაში არის, რომ ახლა როგორც უშუალოდ საოკუპაციო რეჟიმის ყირიმის წარმომადგენლები ამბობენ, ჯანკოის მიმართულებიდან გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ დღის საათებში, არმენსკი ჩვეულებრივად მუშაობს, ხოლო რაც შეეხება სხვა დარტყმებს, სხვა გადასასვლელებს, რომელიც გაანადგურეს უკრაინელებმა, იქ ალტერნატიული დროებითი გზები ეწყობა. მოკლედ, საკმაოდ რთული ვითარება არის რეალურად ყირიმში. გარდა ამისა, აი ეს არის, ახლა თქვენ უყურებთ ხერსონის მიმართულებაზე სიტუაციას, რომელიც არის შექმნილი ხერსონის მდინარის ერთიდან მეორე ბოლოში გადასვლაზე. ეგეთ სიტუაცია არის, შესაბამისად ოკუპირებულ ნაწილში დარჩენილ ოკუპირებულ ხერსონში დარჩენილ რუსებს საკმაოდ გართულებული აქვს ლოჯისტიკა. შესაბამისად, აქ ვითარება არ არის მარტივი სამხრეთ მიმართულებაზე და კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ ამ თემას, რომ ომი სულ უფრო ინაცვლებს ხმელეთიდან ჰაერში და ახლა აქვს უკრაინას ძალიან კარგი პერიოდი, როდესაც ასე ვთქვათ ახლოცა ასე დაარქვეს რუსებმა თვითონ ახლოცას აკონტროლებენ უკრაინელები. ახლოცაში იგულისხმება ფრონტის თავი და ასევე რუსეთის მოსაზღვრე უკრაინასთან მოსაზღვრე პერიოდები, რადგან აი ამ მოკლე საშუალო და შორ რადიუსზე მთლიანავი უკრაინული დრონები პრაქტიკულად
დომინირებენ ჰაერში და თავს ვერ წევენ რუსები. სწორედ ამან გამოიწვია შეტევის ტემპის შენელება და კიდევ ერთხელ თქვენ ამავე ეპიზოდში მოისმინეთ თვითონ უშუალოდ რუსები რას ამბობენ ამ ყველაფერზე. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ტემპი კიდევ უფრო დაეცემა, ხორცაკეპი მანქანა გაგრძელდება, სამწუხაროდ მსხვერპლი ისევ იქნება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ როგორც ჩანს პუტინი კიდევ ერთი მობილიზაციისთვის ემზადება. მოკლედ დღეისთვის ასეთი ეპიზოდი გამოვიდა, იმედია თქვენთვის საინტერესო იყო. კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, აქტიუროთ კომენტარებში, მოუყვეთ ამ არხის შესახებ თქვენს ნაცნობებს, ვისაც ჯერ არ აქვს. მე კი ვეცდები, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა და გარკვეულ ლოჯისტიკას დავალაგებ, აღვადგენ უფრო იმ ინტენსიურ მიმოხილვებს, რომელიც მქონდა როგორც წესი და ასევე აუცილებლად ვეცდები, რომ როგორღაც ჩემი თვალით ნანახი ჯარიც აღვადგინო გარკვეულ ფორმატში. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, დროებით ნახვამდის.